ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. მე ვარ ანი ფრიდონაშვილი, 20 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და დამაკავეს ტროტუარზე დგომის გამო. მე ვარ ელენე გალაშვილი, 26 წლის, ვსწავლობ აგრარულ უნივერსიტეტში და დამაკავეს ტროტუარზე დგომის გამო. მე ვარ ნათია ჭელიძე, 21 წლის, ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე და დამაკავეს ეზის გადაკეტვის ბრალდებით. ჩემი პირველი გარეთ გამოსვლა 2019 წელს იყო. გავრილოვის ხავეს მახსოვს, მაგ დროს უკვე უნივერსიტეტში ბაკალავრზე ვიყავი და მაგ პერიოდიდან უკვე ცოტა ისე მქონდა უკვე გამჯდარი გონებაში, რომ ანუ ყველაფერი რიგზე არ იყო და რაღაც უნდა შეცვლილიყო. მაგის მერე ძალიან ბევრი რამე მოხდა, რამაც კიდევ უფრო მეტი და მეტი ეს რაღაც ბრაზი გამიჩინა. დაგროვდა მე ეს ყველაფერი და უკვე საბოლოოდ ეს უწყვეტი პროტესტი სადაც მოვიდა, ნუ გაზაფხულზეც იყო, მაგრამ გაზაფხულზე რატომღაც ძალიან მარტივად მოსჩა ეს ყველაფერი. იმის მიუხედავად, რომ ამის სურვილი დიდად არ მქონია. და ნუ ახლა ამ უწყვეტი პროტესტის შემხედარეს უკვე ნუ ვიცი, რომ იქამდე არ გავჩერდებით ყოველ შემთხვევაში მე პირადად, სანამ რამე არ შეიცვლება უკეთესობისკენ. ერთობა, თავისუფლება! ჩემი პროტესტი დაიწყო, როცა აბიტურიენტი ვიყავი ჯერ, მახსოვს ბევრ აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, ოღონდ ისე განგრძობითად არა როგორც ეხლა ამ პროტესტში. ალბათ ყველაზე მეტად რომელიც გონებრივად მახსოვს იყო უკრაინაში რომ ომი დაიწყო, მაშინ ჩვენთან იმართებოდა სოლიდარობის აქციები. ალბათ მაშინ იყო ყველაზე ახლოს ის რუსული მომავალი, რომელიც შეიძლებოდა რომ ჩვენთან დამდგარიყო და ვერ ვიფიქრებდი საერთოდ რომ ის რუსული მომავალი დადგებოდა ტანკის და ომის გარეშე და ეს იქნებოდა ის რეალობა, რაც ეხლა გვაქვს ჩვენ. იმიტომ რომ ეს ომია ჩვეულებრივი, ეს არის რუსეთის გავლენები ჩვენს ქვეყანაში და აი მაშინ იყო პირველად როცა გამოვედი გარეთ ჩემი დროშით და როცა პირველად გავბრაზდი, ეს იყო 2024 წლის არჩევნები, ეს იყო ჩემი პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ძველი არჩევნები რუსული კანონის აქციებიც მახსოვს, ყოველთვის ტელევიზორიდან ვუყურებდი ხოლმე და მაშინ მე ფიზიკურად ვერ ვიღებდი მონაწილეობას. მაგრამ ხო, ეს არჩევნები იყო, რომელიც პირადად მე გამიყალბეს, იმიტომ რომ ამ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მაშინ ვიგრძენი, რომ თუ ჩემი ხმა არაფერს არ ცვლის, ესე იგი ჩემი ყოფნაც საჭიროა და მე თვითონ უნდა შემეცვალა. პროტესტი გამიჩნდა, როდესაც ცხოვრობდი მე მაღალმთიან აჭარაში და ვხედავდი ყოველდღიურად როგორ პირობებში ცხოვრობენ ადამიანები და მეც ვიყავი უშუალოდ აი ამ ყველაფრის მონაწილე. ვხედავდი მაგალითად რომ რაღაცა ხან დენი არ იყო, ხან წყალი არ იყო, განვითარების შესაძლებლობა არ მქონდა და ეს პროტესტი სულ მქონდა უბრალოდ ვინაიდან ესე მოშორებით ცხოვრობდი თბილისიდან ამის გამოხატვის შესაძლებლობა არ მქონდა, თუმცა როდესაც თბილისში ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად, პირველად რუსთაველზე გამოვედი უკრაინის ომის დროს სოლიდარობის გამოსახატად, ვინაიდან რუსეთი არის როგორც ჩვენი მტერი, ისე უკრაინის და ისე მსოფლიოს მტერი, ამიტომ რაღაცნაირად განსაკუთრებულად მინდოდა რომ ეს მხარდაჭერა გამომეხატა და პირველად ზუსტად ამ დროს გამოვედი აქცია და თუმცა შემდგომ როდესაც რუსული კანონები დაინიცირდა, მე უკვე უწყვეტად ვაგრძელებდი აი ამ პროტესტს პარლამენტთან და ანუ როდესაც ანუ უშუალოდ გესმის რუსეთის სიტყვა, აი მან უკვე ქართველისთვის სრულდება ყველაფერი. ადამიანებს უწევთ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ ქვეყნიდან, დატოვონ თავიანთი ოჯახები, ბავშვები და შორიდან უყურონ ამ ყველაფერს. ჯანდაცვის სისტემა გვაქვს სულად ჩამოშლილი. ადამიანები ვერ იღებენ საკმარისად დახმარებას, საჭირო დახმარებას.
ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ რაღაც საცხოვრისებიდან, იმ ელემენტარული საცხოვრისებიდან, რაც გააჩნიათ. გვაქვს უსამართლოს ასამართლოს, სადაც რომც გინდოდეს სამართალს ვერ იპოვი, იმიტომ რომ თვითონ როგორც მოესურვებათ, ისე ჭრიან და კერავენ საქმეებს. ჩემთვის ეს არის საზოგადო ტკივილი, რაც ხდება და არა რაღაც კონკრეტული ადამიანის, იმიტომ რომ საპატიმროებში არიან გამომწყდეული ახალგაზრდები და არა მხოლოდ ხანში შესული ადამიანებიც, არაფრის გამო, აგერ ზურაბ ეთეშაშვილი, რომელიც ტროტუარზე დგომის და გზის გადაკეტვის გამო ბრალდებით მეორე ბრალდებით უკვე სისხლზე გაუშვეს. სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა, რაც ქვეყანაში ხდება და ამაზე უბრალოდ თვალის დახუჭვა ჩემი აზრით არ შეიძლება. დღითი დღე უფრო მეტად უახლოვდებით რუსეთს. თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ სიტყვის თავისუფლება გაქვს შეზღუდული. ბანერის დაკავების გამო თუნდაც რაიმე პოსტის დაწერის გამოც, შენი უბრალოდ აზრის გამოთქმის გამო, აგერ გაპროტესტება თუ გინდა რომ რამის და რაღაც გამოხვალ, აქაც კი შეიძლება დაგიჭიროთ. ახლაც რაღაც სამინისტრო შეიქმნა და ჩვენს ასე ვთქვათ სიზულის ენას რომ აკონტროლებენ. ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი. ყველაზე მეტად ეგ არის ჩემთვის გულსატკენი, რომ ხალხს კი ეს ყველაფერი ესმით, იგებენ და აი იტყვიან რომ იცი რა ცუდია, მაგრამ საჭირო რეაქცია არ აქვთ ამაზე. და რაღაცნაირად ამასაც გადაიტანენ და გააგრძელებენ ცხოვრებას ჩვეულებრივად. მე ვსწავლობ სამართლის ფაკულტეტზე და ყოველდღიურად ვხედავ, როგორ ირღვევა ის უფლებები, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში რეალურად ვსწავლობდი იმისთვის, რომ მომავალში ადამიანები დამეცვა, როგორც იურისტს, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ყველა კანონი ირღვევა და ამ ყველაფერს არ ღვევს ჩემი სახელმწიფო, რომელშიც ვცხოვრობ. და შესაბამისად რაღაცნაირად მინდოდა რომ გამომეხატა ეს პროტესტი რაც ჩემში იყო და ცვლილება მომეხდინა ამ ქვეყანაში და არ დავმორჩილებოდი იმ კანონებს, თუნდაც აი ახლა ტროტუარზე დგომა, გზის გადაკეტვა, პირბადის ტარება არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ეს და რა თქმა უნდა მეც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვაპირებ რომ აი ამას დავემორჩილო, უკანონო კანონებს დავემორჩილო პირველ რიგში. ეს არის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც რომ ვიბრძოლოთ და შევცვალოთ ის რეალობა რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა რომ რაღაცა უკეთეს განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და არ ვიცხოვროთ რუსეთში და არ იყოს ის რეალობა რაც ხდება რუსეთში, იმიტომ რომ რუსეთში არ აქვს მაგალითად ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება. რეალურად ეხლა ჩვენთანაც ეგრე ხდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო ადამიანებს ყოველდღიურად რაღაცნაირად ზეწოლის ქვეშ არიან და ბევრი ადამიანი მათ შორის აი ჩემს ირგვლივაც ვერ აფიქსირებს, ანუ საჯაროდაც ვერ წერს სოციალურ ქსელში, მით უმეტეს ვერ გამოდის, თუმცა ანუ საზოგადოებაში რასაც ვუყურებ, ანუ ეს ბრაზი არის რა, თუნდაც აი ძალადობები რაც იყო დარბევების დროს, ანუ საზოგადოებაში არის ეს პროტესტი და ბრაზი და აი ამას უბრალოდ ჩვენი გონებიდან ვერ წაშლიან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველდღიურად აქ რავი 10,000 და 20,000 და უფრო მეტი ადამიანი ვერ გამოდის ფიზიკურად. ამ ადამიანებში არის ეს პროტესტი და ეს პროტესტი ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს და მე ამის ძალიან ვჯერა. თუ ესე რომ ვთქვათ, აი ჩემი ქვეყანა არ იქნება განვითარებული და მეც ვერ ვიქნები ამ ქვეყანაში ძლიერი და ზუსტად ამისთვისაც ვიბრძვი, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ხშირად არის ხოლმე, რომ როცა ვეუბნები, რომ განგრძობითად ვიღებ ამ პროტესტში მონაწილეობას, მეკითხები, ანუ აი რისთვის იღებ მაგ პროტესტში მონაწილეობას? ნეტა რამე წესი არის მაინც აპროტესტებდეთ, ან რაიმე სოციალურ პრობლემას და ხალხი ვერ ხვდება, რომ რეალურად აქ მყოფი ადამიანი ყველა თავის წილ ნიშანს აპროტესტებს. იქნება ეს სოციალური პრობლემა, იქნება ეს რუსული გავლენები, რომელიც მერე ისევ ამ სოციალურ პრობლემებს უკავშირდება, იქნება ემიგრაცია, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობია და იქნება ეს ევროპისგან დაშორება. ამიტომ რეალურად ბევრისთვის რომ ეს აქცია ან ეს პროტესტი რაღაც თითქოს მნიშვნელობას არ ატარებს, ძალიან ბევრ მნიშვნელობას ატარებს და ალბათ თითოეულ ადამიანს რომ მკითხო რისთვის დგას, ყველა თავის წილ მიზეზს გეტყვის და მე მივხვდები რომ ეს ყველა წილი მიზეზი მარტო მისი კი არა, ყველას გვაერთიანებს და ყველასია ჩვენი.
ამიტომ აი ერთი რაღაც მიზეზი ფასი იქნება ეს თუ სოციალურ დაუცველთა რიცხვი, არა, ეს არის ყველა ის პრობლემა, რომელიც საბოლოოდ აერთიანებს იმას, რომ საქართველოს წინსვლას უშლის ხელს და გვაჩერებს და გვყინავს ერთ ადგილზე. 2 საათზე ზვიად ცეკვავამ გამომიტანა განაჩენი. ტროტუარზე დგომისთვის 2 დღე მაქვს მოსჯილი. და ველოდები საპატრულო ეკიპაჟს გადასცემთ თუ შეგიძლიათ რომ მოვიქნი და წამიყვანოთ. აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დამაკავეს იმის გამო რომ 18 დეკემბერს ვიდექი ტროტუარზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. და როცა დამირეკეს, სანამ ჩამინიშნებოდა და ერთი თვით ადრე დამირეკეს, მოკლედ რომ სასამართლო მექნებოდა და თითქმის არწმუნებული ვიყავი რომ დამაკავებდნენ მაინც, მაგრამ ხო გადამიდო პირველ ჯერზე მოსამართლემ. თქვენ როცა აკითხებთ მუშაობას პოლიციაში, გეგონათ რომ ოდესმე სტუდენტს დააკავებთ ტროტუარზე პროტესტის გამოთქმის გამო, მშვიდობია იმ პროტესტის გამოთქმის გამო? თვითონ დაგირეკეთ და ხელს აზე უბრალოდ. კი ბატონო. ხო, ანუ დისკუსიის მე შევიქცე. და მე უკვე გამოცხადებისასაც ვეღარ მივედი სასამართლოში, მივედი პირდაპირ უნივერსიტეტში და იქიდან დაურეკე იმათ, რომ მოსულყვნენ და წავიყვანე. რომ მოვიდნენ და წამიყვანეს და ეს ბორკელების რო დამადეს, აი ეს ბორკელების დადების მომენტი იყო ჩემთვის რაღაც ჩემი ძმა იყო მანამდე დაკავებული და ყურებდა და ჩემი არაერთი მეგობარიც და ზოგადად ამის ყურება ბორკელის დადების არის ძალიან რთული, იმიტომ რომ რაღაცნაირად მართლა ძალიან მოქმედებს მოკლედ ემოციურად და ჩემ თავზე უბრალოდ ეგ ვერ აღვიქვი. მადლობა ელენე. ან რო დამაკავეს ჯერ კიდევ რაღაცნაირად ისე ვიყავი რომ აი არაფერი არ შეცვლა თითქოს. მაგრამ მე ამ პოლიციელების შემყურე და ის მახსოვს კიდე რომ ერთ-ერთი ჩემი დამკავებელი ვინც იყო, ვერ თქვა წესიერად რის გამო მიჭერდა. ანუ რომ წაგვიკითხა ეს პუნქტი, არ განგვიმარტა რა იყო მიზეზი. და მაგ ადამიანის სახეზე დღემდე მახსოვს ეგ რაღაც ფერის დაკარგვა, თუ რაღაც ნერვიულობა, რომ თვითონაც ჩემი აზრით გააზრებული ქონდა რა აბსურდის გამო შვებოდა ამ ყველაფერს, აი როგორი აბსურდი იყო ეს ყველაფერი. და რაღაც მომენტში ძალიან არ ვიცი, სიცოდვილით განვეწყვე მაგათ მიმართ, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება უწევთ და უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ ან არ ამბობენ უბრალოდ უარს ამ ყველაფერზე. არ ვიცი, ეგ ცალკე კიდე ღირსების საკითხი, ალბათ რაზე ხარ წამსვლელი. მაგრამ ხო, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ისეთი იყო ცუდად გადასატანი პირადად, იმიტომ რომ მაგ 2 დღეში გავიაზრე ის, რომ მე სადაც 2 დღე ვზივარ არაფრის გამო. ჩემ ხელა სტუდენტებს და უფრო დანარჩენ ადამიანებსაც რა თქმა უნდა, 4 წელი მიესაჯათ ასევე არაფრის გამო. და მაგ ფაქტმა ალბათ უფრო ცუდ განწყობაზე დამაყენა, ვიდრე აქამდე ვიყავი. მე დამაკავეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, თუმცა ვიდეოებში და მათ მტკიცებულებებში აღმოჩნდა, რომ მე საერთოდ არ ვიყავი და ეს იყო ყველაზე უცნაური ჩემს საქმეში, იმიტომ რომ მე დავებოდენ იმ საქმეზე და ამტკიცებდნენ რომ ნაცია ჭელიძემ გადაკეტა გზა და ამ ვიდეოებში არ ვიყავი მე და ამიტომ მოსამართლეს მოუწია რომ გადაედო საერთოდ ეს პროცესები და სამჯერ გადაედო და ეს მოლოდინის პროცესი იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მელოდა. ეს იყო ჩემი პირველი ესეთი სამართალო დარღვევა და პროცესი სასამართლოში და რა თქმა უნდა ვღელავდი ამ ყველაფერზე, თუმცა როდესაც მე უშუალოდ პოლიციასთან მივედი და განვაცხადე რომ მე მომესაჯა ეს პატიმრობა, რადგან მთელი დღის განმავლობაში არ დავუკავები ვარ, ანუ ყველანაირი შიში გაქრა ჩემში, თითქოს გავიმარჯვე რაღაც და მთელ რეჟიმს დავუპირისპირდი, რომ ანუ ეს როგორ შეიძლება რომ იყოს საერთოდ კანონდარღვევა და ანუ რისთვის მიჭერდა თვითონ პოლიციასაც ეცინებოდა, ვისთანაც მივედი რომ 10 საათზე მომესაჯა და საღამოს 10 საათზე მე თვითონ მივედი რომ დამეკავებინე და თვითონ აცხადე პოლიციელმა მითხრა რომ თქვენ თვითონ უნდა მისულიყავით უახლოეს განყოფილებაში და ეს იყო არ ვიცი მართლა ანუ თავის მოვალეობებსაც უკვე უარს ამბობენ, ანუ ამას ნიშნავს ეს ყველაფერი და ანუ ჩვენ თვითონ უნდა მივიდეთ და ჩაუბარდეთ მათი
ესე ვთქვათ, მათი თქმით, რაც მართლა სული სიგიჟეა. ამის შემდგომაც იყო, რა თქმა უნდა, დარღვევები არ ამიხსნეს იქთვის მაკავებდნენ, არც უფლებები რეალურად დამაკავა მამაკაცმა და შემდგომ მანქანასთან მოიყვანეს ქალბატონი და შუშებიან შენობაში დაბადეს ბორკილები, როდესაც არ არსებობდა ამის აუცილებლობა და მე თვითონაც იურისტი ვარ და ვხვდები, რომ არ შეიძლება რომ აუცილებლობის გარეშე ესე გადებდნენ ბორკილებს, როდესაც მართლა არავისეთ თავდასხმას არ ვაპირებდი, არც გაქცევას ვაპირებდი და თვითონაც ხედავდნენ, რომ მე თვითონ გავყევი, მაგრამ მაინც დამადეს და თელავამდე მომიწია ბორკილებით გზავრობას, რაც იყო, რა თქმა უნდა, მათი კანონებითაც კანონდარღვევა სამწუხაროდ. მე იმედებს ვამყარებ ჩვენის ჩემი ცოდნით და აუცილებლად. ჩემი დაკავება კონკრეტულად იყო 17 დეკემბრის პროტესტის დროს. ეს იყო ის დღე, როდესაც იდეაში ეს ტროტუარზე დაკავების კანონიც შევიდა ძალაში. როცა გავიგე რომ დამაკავდნენ, იმიტომ რომ რეალურად მაშინ არც ვიყავი სასამართლოში, იმიტომ რომ განაჩენის გამოტანის დღე გადამიტანეს. მაშინ ვიყავი გამოსტაზე და გამოსტა რომ გამოვედი, მაშინ დავრეკეთ სასამართლოში რომ გამერკვია რა იყო ჩემი განაჩენი. მე თვითონ უფრო რაც მაქსიმალურისკენ ვიხრებოდი, რომ მეთქი ალბათ 2 დღე იქნება, რომ ალბათ მე იმედი ნაკლებად გამიცრუდება თქო, ამიტომ დიად რო ვთქვა რომ გაოგნებული ვიყავი თქო, არა. უფრო ნერვიულობდი დედაჩემი რას როგორ იქნებოდა რო დამაკავებდნენ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაგაზე იმოქმედა და სხვა მხრივ ჩემს გვერდით გრძნობდი მხარდაჭერას და ჩემი მეგობრებიც ჩემთან იყვნენ დაკავების პროცესშიც და ამიტომ დიდად არ მინერვიულია, იმიტომ რომ რეალურად აქ ყველა ადამიანი რომელიც დგას გათავისებული აქვს, რომ ეს რეჟიმი რაღაცას მაინც გამოუძებნის და მაშინ მივხვდი, რომ როდესაც პირველად პროტესტში ჩავერთე, საერთოდ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ საბოლოოდ ტროტუარზე დგომის გამო დამაკავებდნენ. მე რაღაც მხრივ გაანალიზებაც მქონდა იმისა, რომ ყავს სინდისის პატიმრები, რომელსაც წლები მიუსაჯეს ზოგ სალფეტკის როლის გამო და აბსურდული სხვადასხვა მიზეზების გამო. თან ძალიან უცნაური გრძნობა, როდესაც პატიმრობაში ხარ და მე იაზრებ, რომ რისთვის ხარ, ანუ თავისუფლება გაქვს აღკვეთილი იმის გამო, რომ ტროტუარზე იდექი. ძალიან უცნაური იყო, რომ ვუფიქრდებოდი, რომ ჩემი ყოველდღიურობა, თუნდაც ის, რომ საღამოს 8 საათზე აქ ვერ მოვიდოდი ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, იყო შეუძლებელი, იმიტომ რომ ვიყავი სენაკის რომელიღაცა იზოლატორში. ამიტომ ყველაზე მეტად ბრაზი ვიგრძენი და გაბრაზებაზე მეტად კიდე უფრო მეტი იმედი და უფრო მეტი мотиваცია, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აქამდე თუ ეს რაღაც უბრალო ამბავი იყო, რომელსაც ვისმენდი, რომ აი კი ეს ერთი დააკავეს და მეორე დააკავეს, მეც დამაკავეს და ჩემი მეგობრები დააკავეს და ანუ ეს უფრო მეტ ძალას გაძლევს ადამიანს, რომ გააგრძელო ბრძოლა, როცა შენ თვითონ შეგეხებიან და შენამდე მოვა ეს. ფართე ჭრილში ალბათ როგორც ყველა ვებრძვი თავისუფლებისთვის და ამ თავისუფლებას ჩემი აზრით მოყვება უკვე ის, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე აიღოს თავის წელი პასუხისმგებლობა, რომ ეს თავისუფლება შეინარჩუნოს და იბრძოლოს ყოველ შემთხვევაში ამ თავისუფლებისთვის. მე რისთვისაც ვაკეთებ ამ ყველაფერს, ეგ არის, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიდეს ის, რომ მნიშვნელოვანია მართლა შენით შეცვალო შენივე ცხოვრება, ანუ რაც ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ შეგიძლია და თუ ყველა გავიაზრებთ ამ ყველაფერს, ჩემი აზრით მივახწევთ საბოლოოდ მაგ მიზანსაც. მე პირველ რიგში ვიბრძვი იმისთვის, რომ შემეძლოს ამ ქვეყანაში დარჩენა. მე ამ ქვეყანაში ფიზიკურად ვერ დავრჩები და ვერ განვითარდები, თუ იქნება ეს რეჟიმი, რომელიც აზრის გამო, ხატვის გამო ადამიანებს დევნის, ესე რომ ვთქვათ და ჯის ყოველდღიურად. აგრეთვე მისთვისაც ვიბრძვი, რომ ვიცხოვროთ უფრო ღირსეულ გარემოში რეალურად. თუ ჩემი ქვეყანა რუსულ ორბიტაზე წავა, მაშინ მეც ვეღარ გავაგრძელებ ვერც აქ ცხოვრებას, ვერც განვითარებას და ეს არის ჩემთვის ალბათ ყველაზე კრიტიკული ნიშნული, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და არ წარმომიდგენია, რომ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო უფრო გრძელვადიანად და მაგისთვის ვიბრძვი, რომ დავრჩი ამ ქვეყანაში, ჩვენ ყველანი დავრჩეთ და საერთოდ არავის აღარ უწევდეს ამ ქვეყანაში ემიგრაციაში წასვლა თუნდაც, აღარ უწევდეს რაღაცა უღირს გარემოში მუშაობა, აღარ უწევდეს რაღაცა
პენსიონერებს ქუჩაში რაღაცების გაყიდვაც უნდათ და აღარ იყოს ქვეყანისთვის ეს სიხარიბე, აღარ დევნიდნენ ადამიანებს ყოველდღიურად სრულიად აბსურდული ბრალდებებით და ვიბრძვი უკეთესი მომავლისთვის და ევროპისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა უცბად წარმომიდგენია ევროპაში და არა რუსეთში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სრულიად წარმოუდგენელია ჩვენთვის, რომ ჩვენ რუსეთი გავხდეთ, რომ მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტები არიან ისინი, მათ დაიპყრეს ჩვენი ტერიტორიები და ყოველდღიურად ვართ უდიდეს წნეხში, რომ შეიძლება მომავალში ისევ დაგვესხანთავთ და თუ ევროპა არ იქნება, ჩვენ რეალურად აღარ გვექნება რაღაცა დაცვის გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და მხარდაჭერა აღარ გვექნება. პირველი რამაც ჩემში პროტესტი გამოიწვია იყო ის რომ ჩემი მშობლები არ კი არა ვერ იყვნენ ამ ქვეყანაში და მოუწიათ რომ ჩემ სარჩენად და იმისთვის რომ მე სტუდენტური ცხოვრება მქონოდა წასულიყვნენ უცხოეთში. მინდა რომ ჩემი მშობლები კი არ იყვნენ ევროპაში, ევროპა იყოს აქ და ჩემი მშობლებიც აქ იყვნენ. შესაბამისად ყველაზე დიდი მამოძრავებელი мотиваცია ალბათ ეგ არის, რომ მე მგონია, რომ ჩემი ქვეყანა იმსახურებს იმ საუკუნეების წინ გზას რომ დაადგა, ისევ იმ გზას დაადგეს და ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის მე მგონია, რომ წარმატების გზა მხოლოდ ევროპაშია და შორს რაც შეიძლება რუსეთისგან. მე იმედი მაქვს პირველ რიგში, რომ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება და ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი აუცილებლად, რადგან ქართველი ხალხი ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე პირველ რიგში ვიმსახურებთ, რომ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, როგორიცთვისაც ვიბრძვით. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბრძოლა ამდენ დღიანი, ამდენ თვიანი, ამდენ წლიანი და ზოგადად საუკუნეების ბრძოლა, რომელიც ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ გვაქვს, საბოლოოდ ფრთას შეისხამს და იმ წარმატებას მივაღწევთ და იმ მიზანს მივაღწევთ, რომელიც წლებია დასახული გვაქვს. ამიტომ პირიქით ეს ყველანაირი კანონი, ეს ყველანაირი ჯარიმა იქნება თუ დაკავება, ჩემთვის უფრო რეალისტურს ხდის ამ მომავალს და უფრო ახლოს მოყავს, იმიტომ რომ მგონია, რომ ამით შესუსტებულები არიან ისინი. მხოლოდ სისუსტის ნიშანია ის, რომ სტუდენტებს აკავებენ და ახალგაზრდებს აკავებენ და არა მარტო ახალგაზრდებს აკავებენ, ანუ სხვა ახსნა ამას ვერ ექნება. ველოდები იმ დღეს, როცა იმ ადამიანებთან ერთად ვინც ახლა აქ ვდგავართ, ის ხალხიც, რომლებსაც აქვთ ეს განწყობა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ის რაც ხდება ამ ქვეყანაში და გამოსასწორებელია ეს ყველაფერი და მარტო ჩვენ ამას ვერ ვიზამთ, ისინიც ჩვენთან ერთად დადგებიან და საბოლოო ჯამში შევძლებთ იმას, რომ მართლა დავიბრუნოთ თავისუფლება და ვიცხოვროთ ერთად თავისუფალ ქვეყანაში. ადამიანი ცulis დროების ადამიანი